ღვთისმშობელი მარადქალწული მარიამი უმაღლესია ყველა ქმნილ გონიერ არსებათა შორის. იგი შეუდარებლად აღემატება თვით უმაღლეს ანგელოზებს, ქერუბიმებსა და სერაფიმებს, ყველა წმინდა ადამიანს. იგი ყველა მიწიერი და ზეციერი ქმნილების მფლობელია და დედოფალია. ძველი ქრისტიანენი დიდი სიყვარულითა და რუდუნებით ინახავდნენ და იცავდნენ ყველაფერს, რაც კი ღვთისმშობლის მიწიერ ცხოვრებას შეეხებოდა. ადამიანთა მეხსიერებიდან არ დაკარგულა და არ გაბნეულა მისი არც ერთი სიტყვაც კი. მისი ნამოღვაწარი, როგორც ღვთის დიდების სამკაული, სიცხადით შემოგვინახეს ღვთისმშობლის ხორციელი სილამაზის აღწერილობაც. ღვთისმშობელი იყო საშუალო სიმაღლის. სახე ჰქონდა ხორბლის ნაყოფის ფერი. არც მშრალ მრგვალი, ოვალური. თმა მწიფე თაფთუხისფერი, ოდნავ ოქროსფერში რომ გადადის. თვალები ნათელი, სუფთა დაწმენდილი, ზეთისხილის ფერისა. გამოხედვა სწრაფი, გამჭოლი. წაღბები მუქი ფერისა, შვილდივით გადაჭიმული და ოდნავ დაშვებული. ცხვირი საშუალო. ბაგეები ვარდისფერი და ტკბილმოუბარნი, ხმა გაუბზარავი. გული მორჩილი, ყველაფერში უბრალოება, არავითარი განებივრება, გააზიზება. კეთილგონიერი, ლაპარაკობდა ძალზე ცოტას, მხოლოდ აუცილებელსა და სასიკეთოზე. სიტყვები მისი იყო ტკბილი, სიამოვნებით უსმენდა სხვებს და თითოეულს შესაბამის პატივს მიაგებდა. დამოკიდებულება ჰქონდა მშვიდი და ურისხველი. სხეულის მიმოხრა მორიდებული, ნაბიჯი უხმაურო, ხელის თითები მოგრძო. მასში არ იყო არავითარი სიამაყე, არავინ გაუნაწყენებია არასდროს, არ იცოდა შეზიზღება. ყველაზე უბადრუკი ადამიანიც კი არ ზაგდა, არ ივიწყებდა ახლობლებს, უყვარდა გარეშენი. მასში არ იყო ბიწიერება, ის იყო ჭურჭელი სათნოებისა. მისი ზნეობრივი სიმაღლე წარმოადგენს უმაღლეს მაგალითს სრულქმნილებისა. იყო უფროსების პატივის მცემელი, არ ჰქონდა მშობლებთან უთანხმოება, ცხოვრობდა ნაზარეთში. მთელ დღეებს ლოცვა მარხვაში ატარებდა. იგი სახლიდან მხოლოდ წყაროზე გადიოდა, ეს წყარო იქვე სახლს ჩამოუდიოდა. დღესასწაულებზე წმინდა ოჯახი იერუსალიმის ტაძრის სტუმარი იყო. მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ ქალწული მარიამი თავისი ახლონათესავის, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა. მან მხოლოდ რამდენჯერმე დატოვა იერუსალიმი. იყო კვიპროსზე, ათონის მთაზე და ეფესოში. უყვარდა კითხვა და შრომა გარჯა. ართავდა ძაბს და კერავდა ტანსაცმელს. ღვთისმშობელმა იშვიათი ხელოვნებით მოქსოვა იესო ქრისტეს სამოსელი. ტანსაცმელს ატარებდა უბრალოს, უპირატესობას ანიჭებდა ბუნებრივ ფერებს. ამის